მოგესალმებით. უწყვეტი პროტესტი გრძელდება ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. დღეს მძიმე და რთული დღე იყო საქართველოსთვის, შეიძლება ასე ითქვას. მძიმე და რთული დღე იყო ქართული მართლმსაჯულებისთვის და საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული ქვეყნისათვის. დღეს 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეს 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქე ნინო გალუსტაშვილმა. პროკურატურა მათე დევიძეს ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რეალობა კი იყო ის, რომ მათე დევიძე დააკავეს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი ინციდენტისას და მას გროშის ტარის მოქნევისთვის, რომელიც შემთხვევით მოხდა სავარაუდოდ პოლიციელს, დღეს ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა განაჩენი და 21 წლის ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი გაუშვა ციხეში 4 წლითა და 6 თვით. ასეთი იყო მოქალაქე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილება. მათე დევიძე ესწრებოდა თავის სასამართლო პროცესს, თუმცა ის არ დასწრებია განაჩენის გამოცხადებას. მე მინდა ახლა აი ამ ბათუმის საპროტესტო აქციის ფონზე წაგიკითხოთ მათე დევიძის სიტყვა, თუ რა სიტყვით მიმართა მან სასამართლოს მანამ სანამ დატოვებდა სხდომის დარბაზს და შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გამოაცხადებდა განაჩენს. სალამი თანამებრძოლებო, ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა შუა საუკუნეებთან, მაგრამ როგორც ჩანს დღეს არსებობს ისეთი გარემოება, რომ თანამებრძოლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის. იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი და დღეს ალბათ ბოლო დღეც იქნება. ვფიქრობ დიდი ხანი ვეღარ გნახავთ, მაგრამ მეც მაქვს პატარა იმედი. მაგრამ რაღაცა იქნება რა. იცით ყველამ, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისის აქციებზე. ბოდიში ნერვიულობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ჩამოვდიოდი აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად გამეპროტესტებინა მშვიდობიანი პროტესტით ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე, როცა დაიწყო ფორმიანმა დაჯგუფებამ იმ პატარა ლამაზი სამყაროს დაანგრევა, მაგ დროს 2 დღის უძილო ვიყავი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა. როცა დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება, მე მოვყევი ამ შეხლა შემოხლაში. ვეცადე გავრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. იცით შემდეგ რაც მოხდა? მაშინ როცა ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა დასისხლიანებული იყო, ვინმე პოლიციელი არის თუ არა პასუხისმგებაში მიცემული. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ შედარება ჩვენსა და მათ შორის.
ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებასა და ფულს ამოფარებულები და ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც სისხლს დავუდექით პირისპირ. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს შეუსრულოთ ბრძანება. მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, იმიტომ რომ არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. მაპატიეთ, მაგრამ ტოვებ თქვენს ბინძურ სამფლობელოს და იმედი მაქვს თქვენ სახეს აღარასოდეს ვნახავ. ეს ბოლო სიტყვები მოსამართლის მისამართიც თქვა მათე დევიძემ და სულ ბოლოს ასე დატოვა დარბაზი, რომ მივდივარ სინათლისა ძიებლად უსასრულო წვდიადში. ეს იყო ის კადრი, როდესაც ხელბურკილებით გაყავდათ მათე დევიძემ სასამართლო დარბაზიდან. ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც არიან შეკრებილები ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც უწყვეტად 200 დღეა დაახლოებით, რაც აპროტესტებენ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზიდან გადახვევას, რომელი გზიდანაც გადაუხვია ქართულმა ოცნებამ. მე ახლა ვეცდები გავესაუბრო ადამიანებს და დღევანდელი განაჩენი, რომელიც გამოუტანა საქართველოს სახელით სამწუხაროდ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საქართველოს სასამართლოს სახელით, რომელ სასამართლოსაც სხვათა შორის ჩვენ გადასახადების გადამხდელები ვაფინანსებთ, ახალგაზრდა 21 წლის ადამიანს. გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ, დღეს მათე დევიძე გაუშვეს ციხეში 4 წლითა და 6 თვით. სად რა ვითარებაში გაიგეთ ეს ამბავი და რა იყო თქვენი რეაქცია? პირველ რიგში ამას გავეხმარებოდი იმით, რომ ეს არის გაზრდილი რეპრესიების დონე საქართველოში. მარწუხების ქვეშ მყოფი ადამიანები აკეთებენ იმას, რაც რუსულ რეჟიმს ახასიათებს. სამწუხაროდ მე დედაქალაქში არ ვიმყოფებოდი, ის რომ ფაქტი რომ ტელევიზიით გავიგე და ძალიან გული დამწყდა, რომ მე იმ მომენტში ხარ. სამწუხარო ფაქტია, რეალობა ეს დამდგარი ფაქტია, მაგრამ ერთს ვიტყვი რა, ქართველი ადამიანი არასდროს არ კარგავს შიშს იმის მიმართ, რაზეც შეუძლია ბრძოლა განავითაროს. შიშის მომენტი არ დაუდგება ჩვენს ერს. ეს იქნება იმ ფაქტის დონე, რომ შეიძლება უკვე ვიფიქროთ, რომ ყველანაირი ზღვარი მათი მხრივ უკვე დარღვეულია და ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დრო და ისტორიის სწორი მხარეა. მათე დევიძის დაკავებასაც შეიძლება ვთქვა ერთი-ორი ოდესიტყვით, რომ რუსულმა რეპრესიების მანქანამ გადაკოფა, აამუშავა და უკვე ჩვენ უნდა ვეღოთ მორიგ ნაბიჯს. სხვა პოლიტპატიმრებისგან ალბათ. გაგრძელება რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. გავაგრძელოთ თუნდა მასშტაბური პროტესტები, უნდა დავიჭიროთ აქცენტები იმ მხრივ, რომ ჩვენ ყოველივე ჩვენგანი შეიძლება ერთ დროსა და მომენტსა თუ სივრცეში აღმოჩნდეს მათეს ადგილას. უნდა აღვიქვათ ეს ფაქტი, რომ ეს არის ყოველთვის გაგრძელებული ისტორია რუსეთის იმპერიის. რუსული ხელისუფლება აქცენტებს სვამს ჩვენს ერზე და ამ აქცენტების დასმას უნდა დაუსვათ ჩვენ საბოლოო წერტილი. არავითარი დრო, არავითარი მომენტი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ფაქტიერებით ყველანაირი დრო და მომენტი არის იქ, სადაც ჩვენ შეგვიძლია ხმამაღალი სიტყვა ვთქვა. არასდროს არის გაწერილი რაღაც მომენტი. ყოველთვის არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება ადამიანმა თავისი საქმე წარმოთქვას. ამ წამს და ამ მომენტში დღეს აი აქ იქნება ეს სხვა დროსა და სხვა სივრცეში ჩვენი საქმე იქნება ისეთი, რომ რაღაც უნდა თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც იბრძვის იმ რუსული იმპერიის დასამარცხებლად, რომელსაც აი ამდენი დრო და რესურსი გვაქვს ჩადებული, ეს უბრალოდ წყალს არ გაყოფა. ყველა პოლიტპატიმარი, ყველა ადამიანი მიიღებს იმას, რასაც ქვეყნის თავისუფლება ხდება. თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს გამეორდებით ციხე ვერასდროს ვერ შეაშინებს. საკნის კლიკულები არ იქნება გადამწყვეტებისთვის. ეს პირველი ფაქტია გასამართლების ჩვენს წინაშე და ამას ქართველიერი არ შეეგუება, არ იქნება იმ ხაზზე გასმული ჩვენი ხაზი, რაზეც რუსული იმპერია გადიდილი ხანია უსვამს ერთის საკუთრ ფასტო ასე შემდეგ.
ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, იქნებით იმ დღეს იმ მომენტში მეორე დღეს შეიძლება სხვა ადამიანის გვერდით, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება გადამწყვეტი. ერთი რამ მინდა ვთქვა და მოუწოდო საზოგადოებას, როა იმ მოქმედებების განხორციელება მოხდეს, რასაც ყოველთვის ქართველი ითხოვდა. არა რუსულ რეჟიმს თავისუფლება ყოველ პარტიებს. დიდი მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? ლაშა მიქაშავითი. დიდი მადლობა, ეს იყო საპროტესტო აქციის მონაწილე ლაშა მიქაშავითი. გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ დღეს 21 წლის სტუდენტ მათე დევიძეს მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. როდესაც ეს ამბავი გაიგეთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია და რა შეგიძლიათ მითხრათ ახლა, როგორი ტიპის სახელმწიფოდ ვიქეცით? კი ბატონო, ახლა მაგრამ რადგან მოხვედით ჩემთან, ჩემზე ახლა თავს კი არ ვიქეთ. მე მხოლოდ ფაქტის შეფასება მინდა მათე დევიძესთან დაკავშირებით. ესენი იმდენად ოცნება ტუტუცები არიან, იმდენად შეუგნებლები. ის ბიჭი ისედაც უკვე იყო ისტორიაში იყო როგორც აი მებრძოლი მათ წინააღმდეგ. და ესენი ვიტო აკეთებენ რასაც მე მასე დავემართა 3 წელი მასე ბიჭი არაფერია არც უდო არც არ შეხვედრე ის ბიჭი მე რომ დავინახე არა შეხვედრე და პირი დაფწები არა და დედას და მამას ვენაცვალე თუჩი მაგას ვერ გადააკეთებ მაგი არის ეს არის ბიჭი დაბადებულია აი ყველაფრისათვის სამშობლოს ასიკეთ ვენაცვალე მაგას თუჩი და იმ ახალგაზრდებს აი აკრობარია ხო ჩვენ შეშინებული ვიყავით კიდე 30 წლის 40 წლის აბა დაღარეშიდია ეს შიშით იგი მოკლოვნი მოხსნილია ვენაცვალე ყველა ამას ალბათ გავა ყველა ამ ახალგაზრდას ვენაცვალე თუჩი და მოსებე როგორც 71 წლის კაცია და ის გამოვიდა ეს არა გენოს ვაჩვენე მე 2011 წელს დავწერე ბიძინა დავწერე 7 დიაგნოზი და ეს 7 დიაგნოზი აგერდეს საჩუქრად მოგცე აგერდეს მაგას საკითხია აი ბიძინაზე წერია დეკემბრის თვეში მომაქვს მისი ჯერ ისი გაშიფრული მომაქვს მისი ნალაპარაკები და მე რუსულ დავადება სკაუსი და ვიგიტა დაბალი პუტინის რა ქვია პატრიოტიზმი და ამბიციები და რაღაცები და ბოლოს მიწერია. კარგი რა ბიძინა თუ ამკეთიშობის საქმეში ევროკავშირსა და ნატოს ვარ მონაწილეობას ვერ მივიღებ ხელს შეუშლით მაინც. და არც გემულობს და ხელს უშლით, მაგრამ ვერ უშლით. ბიძინა არის მომავტარის ნაჩარიკაცია ტარის ბოდვა. და ის ერგლი რომ არის ზოგი ცისფერია ზოგი პიჭე ზოგი ხუთი რომა და ზოგი რაღაცა და ქართველი ძირითადად ჩვენ ქართველები ვართ გლის ჯიში ჩვენი მოძურული არ შეიძლება მოძურება ზოპარკიდან რომ გაუშვა გელი საკველი მინდარო არტა ეში გავა შერიulis და ცხვარდა ის ვარ ჩვენ ხათი ანუ თქვენ ელით რომ ეს ბრძოლა დამთავრდება პროევროპული ძალის გამარჯვებით. ბებასეთი მასვე დატელი კიდევ ერთი შავი ფურცელი საქართველოს ისტორიაში გასახმდიადება დატელი. აქ უკვე შავი ფურცელი აღარ არის. ეს არის ბრძოლა პატრიოტებსა და სრულ პატრიოტებს შორის და არ შეიძლება როგორ გითხრათ, როგორ შეიძლება დედა შეცვალოს ვინ ესენი დედა ცლიან და დედა სამშობლოა დებინაცვალ სამშობლო გერებადი გამორიცხეთ ერთი წამით მაგას ხატზე მივალდა გეტყოდა თქვენი სახელი და გვარი? თემურად შეიძლება. დიდი მადლობა. ეს იყო თემურად ჩხერინძე. როდის მოვშვიდე? პირდაპირ ეთერში იყავით. როგორ ვიდა? ბათუმელების საბდიდი გამოვიდე არ მომიშვიდე. საკაბანი როდის ბათუმელების პირდაპირ ეთერში. Facebook-ზე. დავასრულებ ამ პირდაპირ ჩართვას და გაჩვენებთ აუცილებლად. იმას არ ვიდე და ჩემი ძალი და ბათუმი ჭეიდეს მაგალითად და დავიკრაბა. ბათუმელებზე პირდაპირ ეთერში იყო. მადლობა. ვაგრძელებთ ბათუმელები პირდაპირ ჩართვას.
პირდაპირ ჩართვას და ვართ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც არიან შეკრებილები მოქალაქეები, რომლებიც კიდევ ერთხელ აპროტესტებენ, 200 დღეა უბრალოდ აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების კი არა და ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ თქვან უარი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. გამარჯობა მარიამ, თუ შეიძლება ბათუმელების პირდაპირ ეთერში მინდა გთხოვოთ დღევანდელი დღის შეფასება მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიუსაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სად იყავით როცა ეს გაიგეთ და რა იყო თქვენი პირველი რეაქცია? შესაძლებელზე მეგობრის პროფესიით და თითქოს ვიცი ხო როგორი დაუნდობელიც არის ეს რეჟიმი და რაღაც თუ რაციონალური შეფასებაში აკეთებ რაც უნდა ელოდო, რა თქმა უნდა ყველაფერს სულს უნდა ველოდო, მაგრამ ანუ ყველა ჯერზე ვარ გაოგნებული ხოლმე როგორ ვერ უწევენ ადამიანები და ამ შემთხვევაში მის მოსამართლეზე ლაპარაკი მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული არის ახალი, ეს ახალ დანიშნულობა ნიშნავს იმას, რომ საგანგებოდ დანიშნეს იმისთვის, რომ იციან ადვილად დაავალებენ ბინძური საქმეების შეკრებას და უსამართლო გადაწყვეტილებების გამოტანას. ან სადღაც მგონია, რომ აი საქართველოს სიყვარული ადამიანობა არ მისცემს საშუალებას გაწიროს მათისნაირი ადამიანები, გაწიროს ქვეყანა. და ყველა ჯერზე ვჩები და არ ვიცი, ცივ-წყალ გადასმული ამ ადამიანების გულგრილობით და შემდეგ რომ ნახე კადრები იქ ხალხი როგორ განიცდის ამას და როგორ გაუბედურდნენ, არ ვიცი ვით ეს ნახა, ალბათ ყველამ შემცავით ყველას ცალები მოადგა თვალებზე. სხვანაირად შეუძლებელი ამ ყველაფრის ყურება და არ ვიცი, სოლიდარობა მათე დევიძეს, მის ოჯახს, მის თანამებრძოლებს, რომლებიც ეს დაარღვია გადაწყვეტილება და მინდა ვთქვა, რომ მარტო არ არიან ამ მოსამართლობაში, ჩვენც ვართ ამ ყველაფრის თანამოზიარე და ალბათ რაც არის მნიშვნელოვანი ესე რომ მარტო არ ვარ ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომელიც განიცდის იმას რაც მათეს დაემართა და ეს ნიშნავს ძალიან დიდ რაღაცას ჯერ კიდევ რომ ჯერ კიდევ არ მომხდარ ვართ და ჯერ კიდევ არ გაქციებია გული ისე როგორც ამ რეჟიმს აქვს გადაციებული და მის ყველა მორჩილ მონას. დიდი მადლობა, ეს იყო მარიამ ქაჯაია, სამოქალაქო აქტივისტი. ლევან გორგილაძეს ნოკო მირცხულავას ხედავ აქ, ნოკო გამარჯობა. 21 წლის მათე გაუშვეს დღეს ციხეში 4 წლითა და 6 თვით. თქვენი შეფასება, რეაქცია განცდა როგორ ქვეყანაში ვართ, სად ვართ? პირველში დავიწყებ იმით, რომ მათი ძალიან ძლიერი ბიჭია და დაწინებული ვარ, რომ ხნედ არის და მასარგის არის შენი. რაც შეეხება ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათი 4 წლით არის გამოკეთებული, სადაც ახლა არის. რაც შეეხება რეაქციას, სიმართლე გითხრათ, მაინც კონდიცია იმის, რომ ეს მათეს რაღაც მხრივ გაამართლა. თუმცა სამწუხაროდ ასე ვერ მოხდა. ვიხსენებთ მათეს დაშავების კადრებს, იქ ვიყავით ჩვენ მაშინ აქ პერიოდში, დადონის მძიმე დაკავების კადრები იყო, აი ბოლოს როცა ჩანთაზე ხელი მოდიდეს და აქციეს რამდენი ადამიანი ისე ვთქვათ გადააწვა, გადათელეს მათე ისე დააწყალეს და
ანალოგიური იყო დღევანდელი განაჩენი მისთვის. თუმცა მისი სიმღერები რომ ის სრულიად სინამდვილეს საზრდოა. ეს არის ძალიან დიდი იმედის მომცემი. ძალიან დიდი იმედის მომცემი დასწრებული ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მათ ახლა არის ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ გავდეთ და გავჩერდეთ და შევეგუოთ ყველაფერს და მაქსიმალურად დავუწევთ რომ მათ და ის ადამიანები ვინც დღეს ევროპაში არიან დავიხსნათ და მალე ჩვენს გვერდით. რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩემი თანატოლი ბიჭი ასეთი სამართლასაც ეხება და ხედავ რომ ვიღაცა შეიძლება შენ ყოფილიყავი და ანალოგიური შემოშექრება. თავს ვეყოდი რომ გამოვიდნენ აი მაღლა ხმა, იმიტომ რომ დღეს თუ არა ხვალ შეიძლება შემდეგი ვიდეო. დიდი მადლობა, ეს იყო ნოკო მირცხულავა, სამოქალაქო აქტივისტი. ვართ ბათუმში. მე ხედავ თათო მახარაძეს, რომელთანაც მივალ და ვეცდები რომ ჩავწერო. თათო გამარჯობა. დეა გამარჯობა, თქვენ ჩაწერაც მინდა. მათეს განაჩენი გამოაცხადა დღეს მოსამართლემ. რა იყო თქვენი რეაქცია? ყველაზე ცუდი ალბათ ის რეაქცია, რომ არაფერი აღარ გვაქვს. ეგ არის ყველაზე მძიმე ამ ბავშვში და უბრალოდ ვიცით, რომ ჩვენ ძალებს უნდა მოვუხმოთ მაქსიმალურად ჩვენი სოლიდარობის ხმა იქნება თუ პროტესტის ხმა, ვიცით რომ მაქსიმალურად ძლიერი ხმა უნდა იყოს ეს, ხმაურიანები უნდა ვიყოთ აუცილებლად. ისე უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ თანამებრძოლებს ვაგრძნობიოთ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა და პარალელურად ამ რეჟიმს, რომელიც ძალიან მოღალატეობრივია და არ ვიცი, ბოროტი რეჟიმია ჩვეულებრივად, ვაგრძნობიოთ, რომ ჩვენ როგორც სოლიდარობის შეგვიძლია, ისეთივე ბრასი შეგვიძლია და არ დავნებდებით, რომ არ გავჩერდებით და კიდე მინდა ვთქვა, ჩემი თემის წევრების საყურადღებოთ რამდენიმე დღის წინ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით მოხდა ცვლილებები, ხო? ამაზე საუბარი კი მეუხერხულება, იმდენი ცუდი რამ მოხდა, მაგრამ უბრალოდ მინდა შევახსენო ჩემი თემის წევრებს, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ეს კანონები ჩვენ არ შეგვეხება, ამ ბოროტი რეჟიმის საცეცები ჩვენამდე ვერ მოაქვს და ჯობია რაღაცა დავიმალოთ სადღაც და უბრალოდ ხმა არ ამოვიღოთ, რომ ეს სიკეთეები არ დავკარგოთ და საბოლოო ჯამში მინდა შევახსენო ეს სიტყვები და ვითხრა, რომ შეგვეხო და კიდევ უფრო ძლიერად, კიდევ უფრო უსამართლოდ შეგვეხება და ფაქტიურად იმ ფსკრულში მოგვიწევს ცხოვრება, რომელიც ფსკრულიდან ამოსვლაშიც. ძალიან დიდი დრო, ენერგია და ბრძოლა დავხარჯეთ და ჩვენამდე სულ იმას ვამბობდი, რომ ჩვენამდე ცივილიზაცია ბევრად გვიან მოვიდა. ბევრად უფრო მეტი ვიწვალეთ და ვიბრძოლეთ ამისთვის. და საერთოდ არ მინდა და არ დავუშვებ იმას, რომ კიდევ იმ ყოფაში გავიღვიძოთ, სადაც შშ-ს პირთა არსებობა მხოლოდ მაშინ იყო ცნობილი ხალხისთვის და მეზობლებისთვის, როცა შშ-ს პირი გარდაიცვლებოდა. ძალიან მძიმე საქმეა, მაგრამ ამ რეალობაში ცხოვრობდა ჩემი თემის წევრები. და ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ამ რეალობაში გავიღვიძოთ. და სამწუხაროა, ხო, ნებისმიერი ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც დღეს ციხეშია, ყველა არის რისკის ქვეშ, რომ მიუსჯიან და ყველანაირ მათ სამართლო მექანიზმს გამოიყენებენ, რომ მაქსიმალურად უფრო მეტად თითქოს და დაგვაშინონ, გაგვაჩუმონ, მაგრამ რით ვერ გაიგეს, რომ უბრალოდ არ მოქმედებს რა. თუ დღეს რაღაც ნაკლები ხალხია, არავინ იფიქროს, რომ ბრაზიარსაც წასულა მართლა. და როგორც იმ ადამიანებსაც მინდა ვთხოვო, რომ უბრალოდ დროა, რომ ისევ ის ბრაზი ამოვქოქოთ და გავიხსენოთ, როგორი გაბრაზებულები ვიყავით, იმიტომ რომ ის უსამართლობა, ის ბოროტება უბრალოდ არსად არ წასულა. ისევ აქ არის, ისევ ჩვენთან არის და უბრალოდ
იმ ადამიანებს კიდევ უფრო მძიმედ შეგვეხება, ვინც აქ მოსასვლელად და საერთოდ გარეთ გამოსასვლელად ბევრად მეტი ბრძოლა გავიარეთ, ვიდრე სხვა ჩვენ თანამოქალაქე. დიდი მადლობა, ეს იყო ხათუნ ახარაძე, ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც მოქალაქეები ტრადიციულად აპროტესტებენ ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც თქვა უარი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. 28 ნოემბერს დაიწყო ეს პროტესტი და დღითი დღე პირველად მოთხოვნებს არაერთი სხვა მოთხოვნა დაემატა და რეჟიმის ტყვეების განთავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი და ძირითადი მოთხოვნა. გამარჯობათ ბატონო გენო. მათე დევიძის შესახებ მინდა გკითხოთ, დღევანდელი დღის თემა არის მათე დევიძე და განაჩენი, რომელიც მას გამოუტანა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა. თქვენი შეფასება როგორ ქვეყანაში უსჯიან 21 წლის ბიჭს 4 წლითა და 6 თვით ციხეს დანაშაულისთვის ბრჭყალებში, რომელიც ვერც დადასტურდა, რომ ზიანი მიადგა რეალურად ვინმეს. ეროლიქში მადლობა, მესამე თქვენს აყურებლებს. რა უნდა თქვა, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე გონს არ არის, ქართული ოცნება უკვე რანდომულად იქცა გრუზინსკაია მეჩტა. ის პირდაპირ ხას ავლებს იმ პარალელებს, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს და იგივეს ინერგავს ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ არც უნდა ვიგვიდეს, იმიტომაც ვდგავართ უკვე აღლობით 200 დღეა, რომ აი ეს რუსული ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს. ალბათ იცით, რომ დღეს არა მარტო მათე დევიძის, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის. მათ შორის ლიდერების, დღეს ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი დააკავეს ზუსტად აი ამ პროცესზე. მანამდე ჩვენი ახალგაზრდა ლიდერი ლუკა ნაცვლიშვილი თორმეტ-წლიან პატიმრობაში გაუშვა ზუსტად აი ამ ადგილიდან, იმის გამო რომ ხმამაღლა საუბრობდა და ადამიანები, რომლებიც იბრძვიან და ყველაფერს თავი გავანებოთ, თქვენ კარგად იცით, რომ ზია მაღლობელი, ზვია ცეცხლაძე, მედროშე, რომელიც გადასცენ თურქულ მხარეს და ერთი დღეც კი არ ამყოფა თურქულმა მხარეს საპატიმროში, პირდაპირ გაუშვა, როცა ქართულმა მხარემ 5 თვიანი ჯოჯოხეთი მოუწყო ამ ადამიანს. რა უნდა ელაპარაკო? ეს არის ჩამოყალიბებული აი რუსული მეთოდებზე დაწყობილი ხელისუფლება, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში მოსწროს, რაც არ გამოუვა ვერც დაჭერებით შეგვაშინება და ვერც ვერანაირი იმწენეხით, მათ მიერ გამოგონილი იმწენეხით, რომელსაც დღითი დღე აძლიერებენ ჩვენს. დღითი დღე ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი წნეხი შემოიტანონ, მეტი, ასე ვთქვათ, პროცესი და პრობლემები შეგვიქმნან ჩვენ, რომ აი დავანებოთ და დავემორჩილოთ აი მართლაც პუტინის მონებს. ჩვენ ავაპირებთ ჩვენი ქვეყნის გადაცემას, ასე მშვიდობიანად გადაცემას რუსებისთვის, როგორც ესენი აპირებენ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შენარჩუნდეს და შეერჩეს ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას შეერჩეს დამოუკიდებლობა, შეერჩეს ის დროშა, გერბი და ჰიმნი, რომელიც არა თავიდან ბოლომდე არ წეს აი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენ ხორდაფორ ტრათარეტული დროშა, ტრათარეტული გერბი, ტრათარეტული ჰიმნი, რომელიც ბელარუსსაც გააჩნია და რუსეთსაც გააჩნია, მაგრამ ყველა მიცის, რომ ბელარუსშიც და რუსეთშიც არის თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბებული რუსული დიქტატორული რეჟიმი. აქ არ გაუვა ბიძინა ივანიშვილის და არც ყობაყილის. მინდა და უბრალოდ ერთი რამ, რაც მინდა რომ კიდევ რაც ხაზგასასმელი არის, უბრალოდ. აი ამ ყველაფერი, აი ყველანაირი წნეხის მიუხედავად დღეს აი ახალგაზრდა კაცი, რომელიც 4 წლიანი პატიმრობისთვის გაიმეტა აი ამ რუსულმა რეჟიმმა. უბრალოდ მინდა რომ მათივე დაუსვა კითხვა და აი ადამიანები, რომლებიც ჩვენს თვალწინ პირდაპირ არის ვიდეო მტკიცებულებები, არის ყველანაირი, ასე ვთქვათ, ჩანაწერები, რომელიც პირდაპირ ადასტურებს ქართული ოცნების
აქტივისტების და ლიდერების დანაშაულს და ხულიგნობას, მათ შორის შერატონში მომხდარი თავდასხმა გახარიაძე, დუბაიში მომხდარი თავდასხმა ჩვენს მოქალაქეზე, სადაც ორი პარლამენტარი მონაწილეობდა, სანიკიძე და ზარქუა, რომელი მათგანი თუ დასაჯა აი ამ ხელისუფლებამ. ადამიანები ჟურნალისტებს ცემეს პირდაპირ ეთერში. ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ტერორს აწყობდნენ და პირდაპირ დადიოდნენ ოპოზიციური პარტიების კარებთან. სატელეფონო ზარები, უწმატური სიტყვები, დაშინება ოჯახის, ჩემი მცირეწლოვანი შვილის, იმდონეზე დაშინება, რომ ბავშვისთვის ფსიქოლოგითან იყვანა დაიწყო და არა მარტო მე, ძალიან ბევრ ბათუმის დაჭირდა ესეთი რაღაცა, როდესაც ვიღაც ხვადაგი ურეკავს და თან ასე ცუდად ელაპარაკება, ხო? მე უბრალოდ კითხვა უნდა დავუსვა, რომ საკუთარ ოჯახებში რომ იგივე გაგიმიორდეთ და ისევე მოგექცეთ, მოგეწონება? ღმერთმა დაიფაროს, რომ ადამიანები, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, იმ ადამიანებმა იგივე გააკეთონ, რასაც ეს უსინდისო ხელისუფლება აკეთებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩაირეცხება ბიზნესთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შედეგამდე მიგვიყვანს ჩვენ. თაზო დათუნაშვილზე ხომ არ გაქვთ რამე სიახლე, როგორც ბოლო სტატუსები წავიკითხე, ირაკლი კუპრაძის მათ შორის ნაცემია და რამე სიახლე და არ იცოდნენ სად იყო და ახლა თუ იპოვეთ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მანდატურებმა შეაძლეს კადრებში კი, კადრები არსებობს. გაათვლნენ, ჩამოართვენ მობილური და ჩაიყვანენ პაგუაში, სარდაფში. და იქ, როგორც თვითმხილველები ამბობენ და მათ შორის ვინც კონტაქტზე გავიდა, არის ნაცემი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე არც კომპლექსში არ შედიოდა და უბრალოდ კითხულობდა რატომ აკავეთ, თუ რა ალბათ იქ ისმის ვიდეო კადრებში. ასე რა, ძალადობრივად უსწორდებიან ადამიანებს, ვისაც შეუძლია, ელემენტარულად დაასვას კითხვა, თუ მე დაუდგება გამაჩნია და აი ამ უფლებაზე, რაც მე კონსტიტუციურად მაქვს მინიჭებული და ისი სამართლიანად მოთხოვნის უფლება მაქვს, ამის მოთხოვნის საფუძველიც შეიძლება გახდეს ეს მოთხოვნა, ესეც შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ დააგაკავონ, ქცენონ, ჩამოგაყვან პირადი ნივთები და ამის პარალელურად შემდგომ კიდევ შენს პირად ნივთებში იქეკონ და რაღაც სხვადასხვა რაღაცები ეძებონ კიდევ, რომ შემდგომ კიდევ რაღაცნაირად შენ საწინააღმდეგოდ გამოიყენო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ევროპა და კარგი ცხოვრება. სანატრელი რო გაგვიხადდა ამ ხელისუფლებამ, ეს ერთი არის, მაგრამ პირად თავისუფლებაზე, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებაზე არის აქ უკვე საუბარი და თავად უნდა გადაწყვიტოს და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობამ უნდა შეიგნოს და ალბათ შეიგნოს იმას, რომ ერთხელ ალბათ ეს არ ვიცი რა, ეს დენტი აფეთქდება და ძალიან ცუდად დაუბრუნდება ამ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ ამაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანებიც, ვინც ამდენი დღეა თოვლში, ქარში, წვიმაში ყველადღე გამოდიან და აქ აპროტესტებენ, ეს ადამიანები ნამდვილად ღირსები არიან ამ დიდი ზეიმის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აყალიბშებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო გენო თებიძე, საუბრობდა დღეს განვითარებულ მოვლენებზე და იცით, რომ აქ ახალგაზრდების ჯგუფია, გამარჯობა მათე არჩილ, უცებ გკითხავთ, შენით დავიწყოთ მათე. მათე დევიძეს მიუსაჯეს დღეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თქვენი რეაქცია რა იქნება? ძალიან მარტივი რეაქცია, მაგრამ საერთოდ ნახევარ-ნახევარზე ვარ გაბრაზებული ქართულ ოცნებაზე და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აქამდე გამოდიოდნენ ამ აქციაზე. მე ამ ყველაფერს ამ ბავშვების თავისუფლება შეეწირა და თავი გადადეს მართლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და დღეს რატომღაც შუმად არიან. თანაბრად ვარ გაბრაზებული და თუ ქართული ოცნება გვიგზავნოს იმის ლანძღვას, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ლანძღოთ, ჩვენ შეგვიძლია რომ შემოუტრიალდეთ ისევ იმ ადამიანებს, რომლებთა გამოც ხალხმა თავის ცხოვრება გადადო და დღეს რატომღაც გულსივად უყურებენ ამ ყველაფერს. მე არ ვიცი რა წარმომედგინა, რომ
ერთ ადამიანს მაინც თუ მიუშიდნენ და აუყეთავდნენ თავისუფლებას ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში ისე როგორც გამოვიდა მაგალითად 28 ნოემბერს და არ მგონია რომ ყობახიძის განცხადებაზე უარესებიც არ მოხდა იმ ყველაფრის მერე ბევრად უარესი რაღაცები გააკეთა ქართულმა ოცნებამ რაზეც რეაქცია ალბათ საზოგადოებას უნდა ქონოდა და დარწმუნებული ვარ სადღაც ალბათ უნდა ქონდეს იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა მათ შორის არ ვიცი ჟურნალისტი ისეთი ხალხი არის დაკავებული, რომლებიც წარმოსახვაშიც არ იმსახურებენ ამ ყველაფერს და მათის кейსი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 28 ნოემბრამდე იყო მათე დაკავებული. 19 ნოემბერს დააკავა. 19 ნოემბერს, ამის შემდეგ 25-ში აქციებზე თითქოს ვიფიქრეთ ყველამ, რომ არაფერი აღარ მოხდებოდა, 28-ში მოხდა ისე, რომ ყველა გამოვიდა ქუჩაში, ალბათ ტელევიზორს უყურებდა მათე და ფიქრობდა და იმედი ჰქონდა იმის, რომ ამდენი ხალხი რაღაცა შესრულდა და დააღწევდა საბოლოო ჯამში თავს იმ საპრობილეს, სადაც უსამართლოდ მოხდა და არ ვიცი მათის кейსი უფრო მტკინვეული არის ალბათ ამ გაგებით და იმედი აქვს მათ ჩვენ და სხვა პოლიტიკურებსაც რომ ხალხი აუცილებლად იბრძოლებს მათი მომავლის და თავისუფლებას. დიდი მადლობა, ეს იყო მათი ცენტერაძე და არჩილ ბერჯესთან გადავალ. კითხვა იგივე მაქვს თქვენთან, რასაც ყველას აქ ვუსვამ. თქვენი შეფასება, რეაქცია 21 წლის ახალგაზრდა ბევრი წლით გაუშვეს უკანონოდ პატიმრობაში და მისთვის ეს 4 წელი და 6 თვე და ასევე ის გასული თვეები, რომელიც მან ციხეში გაატარა, არის დაკარგული წლები, რომელ წლებსაც ვერავინ ვეღარ დაუბრუნებს მას. რა არის რა გზავნილი გექნებათ მათესთვის და აი იმ დუმარე ხალხისთვის, რომელზეც თქვენმა წინა გამოსვლებმა ილაპარაკა. პირველ რიგში ჩემს ემოციურად ძალიან ძიმე იყო ჯერ ეს ფაქტი. შემდეგ მათეს ოჯახის წევრების კადრები ვნახე და ბოლომდე ვერ ვუყურე, იმიტომ რომ წარმოვიდგინე მე რომ ვიყო მათეს ნაცვლად, ჩემი ოჯახიც იგივე მდგომარეობაში იქნებოდა და არ ვიცი ამ ხილ თანაგზნობა როგორ გამოვხატო. რასაც უსურვებ მათეს არის თავისუფლება, რა თქმა უნდა, მის ოჯახს ხნეობა. არ ვიცი შემიძლია თუ არა ეს დავუპირდე, მაგრამ შემიძლია დავუპირდე ის, რომ მე გავაკეთებ ყველაფერს ჩემს თანამებრძოლებთან და მეგობრებთან ერთად, რომ ბრძოლას არ შევწყვეტ და ნებისმიერი მეთოდით ქართული ოცნების წინააღმდეგ გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავის ოჯახებს. ქართულმა ოცნებამ მათე და ჩემზე 4 წელი არა, ეხლა რომ ვიმჯერა რომ 4 წელში ჩემი ხელა გამოხვა, არ მინდა ეს და ეს დაშვებაც არ მინდა. გავაკეთო, იმიტომ რომ მე მგონია რომ უფრო მალე მოხდება მისი და სხვა პოლიტიკურების გათავისუფლება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. იმიტომ რომ ქართული ოცნება არ არის იმდენად თანმიმდევრული, როგორც ჰქონია და არც იმდენად ძლიერი, როგორც თავს გვაჩვენებს და სადღაც აუცილებლად გაწყდება, სადღაც აუცილებლად გადაწყდებიან და მინდა მხნეობა უსურვო მის ოჯახს და მოუწოდო ყველას, რომ შეიძლება ისევე როგორც რიგ პერიოდებში მე უიმედოდ ვიყავი, ბევრი ჩვენი მეგობარი ადამიანები, რომლებიც აქამდე აქტიურად დადიოდნენ აქციებზე, უიმედოდ არიან, მოლოდინები არ აქვთ, მაგრამ ეს ის მაგრამაა, რომელიც ყველა წინა ნათქვამი უნდა გააუფასულოს, იმიტომ რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და არ მგონია რომ შეგვება იყოს სწორი. ამიტომაც დღეს მეც ალბათ ნაწყენი ვარ, რომ უფრო მეტი ადამიანი არ დგას აქ, მაგრამ უფრო მეტად გაბრაზებული ვარ ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რომ ის სწორედ ახალგაზრდებს ებრძვის, ახალგაზრდებს ერჩის და მათ ეს ესასაკი უნდა გამოიყენებინა სვიტყვი, მაგრამ ვიცი რომ გამოიყენებს აუცილებლად ხარისხიანი განათლების მისაღებად, იმიტომ რომ როცა ქართული ოცნება დაიმხობა, დამარცხდება, აუცილებლად მოხდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები და მსგავსი ტიპის ადამიანები ჩვენთვის იქნებიან მისაბაძები ბრძოლის და როცა ამხელა წნეხი იყო მასზე, ის არ ნებდებოდა და იღიმოდა და ვიღაცების შეიძლება ეს ხმილი мотиваციას არ აძლევდეს, მაგრამ ჩვენ გვაძლევს ეს мотиваციას, რომ უფრო გავაგრძელოთ ბრძოლა და რაც არ უნდა უიმედოდ ვიყოთ
ჩვენს თავში არ გავამარჯვებინოთ უსამართლობას და უიმედობას. ამიტომაც ცოტა გულნათკენია ერთი მხრივ ზია გამსახურდიაშვილის კომენტარი გულნათკენი და გასაწყობი კი არა ამორალური და მიუღებელია და არ ვიცი როცა რეჟიმი შეიძლება ეს ადამიანები როგორ აპირებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებას რომ ისევ მათივე ოჯახის წევრები დაუწყებენ ხებას და ლანძღვას იმიტომ რომ მორალურადაც ადამიანურადაც სამართლებრივადაც ყველანაირად მიუღებელი საქციელია რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ მათე დევითის შემთხვევაში და ვიცით რომ ეს გააკეთა სხვა პოლიტიკურ შემთხვევაშიც მაგრამ ალბათ იმედი მაინც არ უნდა დავყავოთ, იმიტომ რომ ჩვენც იმ დღეში აღმოჩნდებით და ჩვენ თუ დავნებდებით, მე აღარავინ არ დარჩება, ვინც ბრძოლას გააგრძელებს და ჯობია ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა მათეს და სხვა პოლიტიკურების სახელით და ეს ადამიანები თუ არა დღეს და ხვალ უახლოეს პერიოდში მაინც თავისუფლებას დაუბრუნდნენ. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო არჩილ ბერიძე, რომელიც საუბრობდა მათე დევიძის შესახებ ვართ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან და გრძელდება საპროტესტო, სადაც გრძელდება უწყვეტი საპროტესტო აქცია. მოქალაქეები თითქმის 200 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირზე უწყვეტად აპროტესტებენ ყველა იმ უსამართლობას რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია იქნება ეს უსამართლობასთან ბრძოლის ლევან გორგილაძეს ვხედავ, გამარჯობა ბატონო ლევან. მათე დევიძის შესახებ საუბრობთ დღეს და სასჯელზე, რომელიც მას გამოუტანეს. რა იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ნახეთ ეს სიახლე? მოსალოდნელი სიახლე შეიძლება ითქვას. ამ თვეების განმავლობაში რას ვუყურებთ? ჯერ რომ რაღაც ადამიანების პერსონალურ დასჯას ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი და შემდეგ გონია რომ ეს რაღაცა შედეგს გამოიღებს მისთვის სასიკეთოს და რაღაცა მუხტი ჩააწყნარდება და ასე შემდეგ. დღესაც რა ვნახეთ ხო? მათე დევიძის რაღაცა დასჯა, ასე რომ ვთქვათ და ახლა მელიქიშვილის გამზირი, სადაც მათე დევიძე დააკავეს და იქ ვიყავი მაშინ მეც. რომ ნახოთ გადაკეტილია, ალბათ თქვენც გეკნებოდეთ და თქვენს მაყურებელს ამის შესაძლებლობა. ხო და ძალიან ბევრი ხალხი წინა დღეებთან შედარებით მომატებული გამოვიდა და ასე იქნება ყოველთვის. აი შემდეგი პოლიტპატიმრების ხდომები როცა გაიმართება, იგივე გადაწყვეტილებას თუ მიიღებს აღარ ვამბობ, ხო ალბათ მიიღებს, იმიტომ რომ მოლოდინი არანაირი არ გვაქვს, რომ რაღაცა სხვა გადაწყვეტილებას მიიღება. კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა და რაღაცა ის მუხტი რაც თავიდან აგორდა 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ რომ თავიდან აგორდება და ამას უკვე ქართული ოცნება ვეღარ გაუწევს. სადღაც აუცილებლად მოუწევს. ფაქტი რასაც ვუყურეთ, ხო, ნამდვილად არ იყო მარტივი სანახაობი ეს ყველაფერი 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რაღაცა მუსიკაზეა შეყვარებული, რომელიც პატრიოტიზმით არის განმსჭვალული და უყვარს ნამდვილად ყველა იმ ადამიანის მსგავსად თავისი ქვეყანა, ვინც აპროტესტებს და ვინც სხვადასხვანაირად აპროტესტებს, ხო, ზოგი აქციაზე დგას, ზოგი რაღაცა სხვანაირად ცდილობს რომ გააპროტესტოს. ნამდვილად უყვარს ამის ქვეყანა და აიღეს და ეს ბიჭი გაუშვეს 4 წელიწად ნახევრით ციხეში. რა მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ამ მცირე დროში ვნახეთ. დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო გამძაფრდება ეს რეაქცია და საბოლოო ჯამში ჩვენი მთავარი მოთხოვნები რჩება მთავარ მოთხოვნება და არ უნდა გადაუხვიოთ აი პოლიტიკურ ნაწილში ამას აუცილებლად გაუსვამთ ხალხს, იმიტომ რომ არანაირი თანამშრომლობა რეჟიმთან არის მნიშვნელოვანი. დღეს რა მდგომარეობაშიც არის ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამის დამსახურება არის. სასურველია თუ არა რომ რაღაცა უფრო მძიმე მდგომარეობაში იყოს ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა არის, თუმცა ჩვენ რომ რაღაცა არანაირად არ გვეთანამშრომლა ივანიშვილის რეჟიმთან
ყოველდღიური აქციები რო არ ყოფილიყო ბათუმსა დედაქალაქში თუ სხვა ქალაქებში ამდენი დღის განმავლობაში რუსთაველი გადაკეტილი რო არ ყოფილიყო რაც ამ ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს ეს შედეგიც არ იქნებოდა გარედან ამხელაწნეხი არ ექნებოდა და შიგნითაც რაც ხდება ვხედავთ ხო ამიტომ რაღაცა შემდეგი პროცესები რო იქნება მნიშვნელოვანია რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაცა სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს ვეფხის ხაოსნის ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო მნიშვნელოვანია რომ იმ ადამიანების პროცესებზე ვისაც იძულებით თუ არა იძულებით უწევს ამ პროცესებზე მივიდნენ მათ გასამხნევებლად ვიაროთ გავამხნევოთ ისინიც ერთმანეთიც და რაღაცა ერთმანეთს შემოუძახოთ და მესმის ნიჰილიზმის იმიტომ რომ ჩვენ გრძელვადიან ბრძოლას ამხელა გრძელვადიან ბრძოლას არ ველოდით მაგრამ მივედით აქამდეც და დათმობას ხო არ ვაპირებთ რა ვიცი ვიღაცები სამსახურებს დაუბრუნდნენ ვიღაცები რაღაცა თავიანთ საქმიანობას დაუბრუნდნენ მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში რა თქმა უნდა როცა იცლიან ერთმანეთს ვანაწვლებთ და აქციებზე დავდივართ და ქვეყნის სიყვარული გვაკეთებიებს ამას ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ის ადამიანები გავამხნევოთ და შეუპირდეთ მათ რომ არათუ 4 წელიწად ნახევარი არამედ ძალიან მალე გამოვიყვანთ მათ და ახალი არჩევნები და ამ პოლიტპატიმრების თავისუფლება ბათუმში ვართ და მზია ამაღლობელი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზვია ცეცხლაძე აუცილებლად უნდა ვახსენოთ 60-მდე პოლიტპატიმარი გვყავს საქართველოში. რა თქმა უნდა. და თემურ ქათამაძე, რომელიც ძალიან ვერეგულად გაგდეს ქვეყნიდან. თემურ ქათამაძე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომელსაც ვერეგულად მოექცნენ და რაღაცა მოიპარეს კაცი და შემდეგ რაღაცა დაატოვებიეს ქვეყანა, ხო? თან მისცევ საუბრობთ, რომ ადამიანი, რომელიც რაღაცა მუხაჯირი ქართველი, რომელიც ბევრ რაღაცას აკეთებდა ჩვენი ქვეყანა. და საქართველოს დროშა არ დაუშვია მთელი რა თქმა უნდა, ის 45 დღე რაც აქციები მარტო 45 დღე, მაგრამ მე მახსოვს რუსული კანონის აქციები ბათუმში, მაშინაც და მე მაშინ საერთოდ სახელი გვარიც არ ვიცოდი, ამიტომ სულ აკვირდებოდი, რაღაცა ისე სიმბოლო დაღვიქვი ეს კაცი და რაღაცა საოცარი მოპყრობა ქართულ დროშასთან. მართლა შეიძლება მე და თქვენ ვერ შევძლოთ ეგ გულწრფელად ვარ, ისე ეხმობა. ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რეჟიმს ლეგიტიმაცია არ უნდა მიუცეთ არცსა და აღარ დავკონკრეტები, რაზე ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი ხდება ამას, არ ვითანამშრომლოთ არცად, რათა ეს წნეხი გაიზარდოს ივანიშვილისადმი როგორც გარეთ, ასევე შიგნით და მოუწიოს უკან დახევა. მოუწევს აუცილებლად. პოლიტპატიმრების თავისუფლება არის რაღაცა მართლა ადამიანურად ვალშივართ, ხო, ამ ადამიანებთან და ახალი არჩევნები არის რაღაცა რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ამ რთული მდგომარეობიდან ამისთვის აუცილებელი. შეიძლება მოწონდეს ამ მრჩეველს რომელიმე ოპოზიციური პარტია არ მოწონდეს, მაგრამ გამორიცხულია მოწონდეს ის მოცემულობა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ვერ წარმომიდგენია რომ ეს მოცემულობა ვინმეს მოწონდეს. ამიტომ ეს შესაძლებელია. შემდეგ არ უნდა მიუცეთ ახალ კოალიციურ ხელისუფლებასაც იმის უფლება, იმის შესაძლებლობა მე როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი და პოლიტიკოსი მიუცემ თავს ამის თქმის შესაძლებლობას და უფლებას, ვამბობ ამას, რომ არ უნდა მიუცეთ მსგავსი შეცდომების დაშვების უფლება. ევროინტეგრაცია არის იმიტომ მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში, რომ რაღაცა კეთილსინდისიერების ინდექსი პოლიტიკოსებში გაიზარდოს, ნორმალურ ცხოვრებას შევეჩვიოთ, თანაცხოვრებას შევეჩვიოთ, განსხვავებული აზრის მიღებას შევეჩვიოთ და რაღაცა კეთილდღეობით ვიცხოვროთ და არა ისე როგორც რაღაცა რუსეთისკენ მიგვაქანებს ქართული ოცნება და რა მდგომარეობაა და რა მოცემულობაა ქვეყანაში ყველა ვხედავთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო კომენტარისთვის. ეს იყო ლევან გორგილაძე, ვართ ბათუმში. პროევროპულ აქციაზე და დღეს საუბრობდით მათე დევიზის შესახებ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ. პროევროპული აქციები გაგრძელდება მანამ, როგორც ამ აქციის მონაწილეები ამბობენ ხოლმე, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული. ყოველ დღეს აღამოს 8 საათზე ზაფხულის დროზე გადავიდა აქცია უკვე. იკრიბებიან ხოლმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აქედან მართავენ საპროტესტო აქციას და ასე უერთებენ თავიანთი პროტესტის ხმას ქუთაისს, ზუგდიდს, ახალციხეს, საქართველოს სხვა ქალაქებს, სადაც საპროტესტო აქცია იმართება და რა თქმა უნდა თბილისს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდით.